როგორ არ მინდა რომ შევწდე. არა. არავის არ ვიცნობ. ისე აირდაირია ყველაფერი. ცოტა ოდენიეჭი გამიჩა. ჯერჯერობით ასეთი რამ არ მომხდარა. მზად ვარო გავარდე. ტელემაყურებლო მოგესალმებით და მოგესალმებათ სოციალურ დედუქციური ყველაზე რეიტინგული სამაგიდო თამაში ნიღბების ღამე. როგორც ყოველთვის დღესაც განსაკუთრებული მაგიდა გვყავს და მეც გაგაცნობთ დღევანდელ მაგიდას. მაშასე დღევანდელი ჩვენი მაგიდის წევრები არიან. ნომერი პირველი ნენე სიხარულიძე მიესალმება მაყურებელს. მოგესალმებით ყველას. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და პირველ რიგში მივესალმები ჩვენი ტელევიზიის მაყურებელს. მადლობა. ნომერი 2 ნიკა სოხაძე. მოგესალმებით ყველას. მადლობა. ნომერი 3 ნიკა გოგვაძე. სალამი. მე მეორეჯერ ვარ აქ და ძალიან საინტერესო თამაშს ველი. ნომერი 4 გიორგი შოშიტაშვილი. მოგესალმებით ჩემო კარგო მოთამაშეებო, მივესალმები რუსთაველის მაყურებელს. ძალიან კარგი თამაში უნდა იყოს დღეს, ასე ვფიქრობ. მადლობა. ნომერი 5 სოსო კოპალეიშვილი. გამარჯობა. დიდი პატივია ჩემთვის რომ ვარ აქ, ჩემს კოლეგებთან, მეგობრებთან ერთად და სიამოვნებით შევუერთდები ამ სასიამოვნო და საინტერესო თამაშს. მადლობა. ნომერი 6 ზურა კიტმარიშვილი. მოგესალმებით. ძალიან სასიამოვნოა თქვენთან თამაში. მინდა ეს თამაში იყოს მხიარული და კარგად ავთავდეს, ანუ პატიოსნებამ და სამართალმა იზრუნოს. ნომერი 7 ნათია ქოროღლიშვილი. მოგესალმებით. მიხარია დღეს თქვენთან ერთად რომ ვარ. პირველად ვთამაშობ და დიდი ინტერესით ველოდები. ნომერი 8 თიკა ჯამბურია. მოგესალმებით. ძალიან მიხარია რომ კიდევ ერთხელ ვარ ჩემი საყვარელი თამაშის სათამაშოდ მოსული. მადლობა. ნომერი 9 არჩილ ცანკაშვილი. მოგესალმებით. წარმატებულ სეზონს გისურვებთ ბევრს და წარმატებულ თამაშს გისურვებთ უყურებას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ მაყურებელს აუხსნი თუ რა ხდება დღეს მაგიდასთან. მაშასე მაგიდასთან არის 2 გუნდი. 7 პატიოსანი მოქალაქე, 2 ნიღბოსანი. პატიოსნები მთელი თამაშის განმავლობაში ეცდებიან რომ გამოავლინონ ნიღბოსნები და გაწმინდონ მათგან მაგიდა, ხოლო თავისთავად ნიღბოსნები ეცდებიან რომ თამაშის ბოლომდე გავიდნენ. გამარჯვებულ გუნდს კი ულეუსგან გადაეცემა საჩუქრები, ხოლო გამარჯვებული გუნდიდან პროექტი ერთ-ერთ მონაწილეს გადაიყვანს საფინალო მაგიდაზე. წინა ეპიზოდიდან საფინალო მაგიდაზე გადავიდა ნიკა არაბიძე ითამაშებს საფინალო მაგიდაზე. აქვე გეტყვით იმასაც, რომ სამაჯური, რომელიც გიკეთიათ, გვაძლევს თქვენი პულსის ვიზუალიზაციას და მაყურებელი ხედავს თქვენს გულის ცემას. მოკლედ მოდი გავხსნათ თამაში, დანარჩენს თამაში გვაჩვენებს, მაშასე თავისუფალი 90 წამით დავიწყებთ. 90 წამი დრო ჩაირთო. როგორც იქნა მოგვეცა საშუალება. რამდენად კმაყოფილები ხართ თქვენი კარტებით? მე თქვენი როლით. მე ძალიან მოყოლი ვარ ჩემი როლით. რაც რეალობაში ვარ, ალბათ ისინი ვარ თაკაც. ალბათ, რა თქმა უნდა. პირველად თამაშობ მე და კიდევ ერთხელ მოხარული ვარ რომ თქვენთან ერთად ვარ და ერთად გამოვავლენთ ყველას და ყველაფერს. ისე გადაცემის დაწყებამდე ისე დავმეგობრდით რომ უკვე რა ვიცი. ხო რა, აი აქედან ვარ პირდაპირ ჩემთან. მეც მაყოფილი ვარ, უბრალოდ როგორ დამთავრდება იმასია დამოკიდებული. მეც ეს შემიძლია თქვა. კმაყოფილი ვარ ჩემი როლით. მე ძალიან მიხარია რომ როგორც იქნა პატიოსანი მოქალაქე ვარ. და სხვა როლით ვითამაშებ დღეს. ვარას ნიშნავს. ამოწმული მოთამაშეა, ასე რომ ეკი შეიძლება დამაბნევარი ფაქტორები. სტატისტიკა. ყველაფერი თქვით პრინციპში და
ეთანხმებით ხო თქვენ. წარმატებულ თამაშს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს. უფრო რა თქმა უნდა პატიოსან მოქალაქეებს. ეს რაღაცას ნიშნავს. ხო, ძალიან რთულია ეხლა, აი რო გიყურებ. ეს ინფორმაცია გამოდის ახლა და მუშაობა. არა და შეიძლება არაცაებს არ ნიშნავდეს. მაგრამ არც უნდა ნიშნავდეს, რომ არ დრო მოიწურა. გადავიდეთ ახლა პირველ ნომერზე, რომელიც გახსნის გაცნობის წრეს. პირველი ნომრის 60-წამი დრო ჩაერთო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ზემე აზარტული ადამიანი ვარ და მიყვარს ესეთი თამაშები. წითელი კარტი ვარ. სხვა სამ ეტაპზე ვერაფერს დავამატებ, უბრალოდ დაგაკვირდებით და მეორე რაუნდზე უკვე ბევრ რაღაცას გავიგებ და ვიტყვი კიდევაც. მადლობა. მადლობა. ორი ნომრის 60-წამი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას. მე მგონია რომ ძალიან საინტერესო თამაში გამოგვივა. ძალიან დიდი ინტერესი მაქვს ჩემს წითელ კარტს და ჩემს პატიოსნებას როგორ დავამტკიცებ თქვენს წინაშე. მადლობა. სამი ნომრის 60-წამი. წინაზე რო ვიყავი ძალიან ფრთხილად, ჩუმად, არ ვიცოდი როგორ მოქცეულიყავი და შესაბამისად ეხლა შევეცდები ცოტა მეტი აზრი დავაფიქსირო. ამის გამო ყველამ ვიცით რაც შეიძლება დაემართოს მოქალაქეს პატიოსანს, მაგრამ შევეცდები რომ მაქსიმალურად ღიარულად, დადებითად და ენერგია შემოვიტანო ყველასთან და იმედია რომ ყველას კარგი თამაში წავა პატიოსანს გულისხმობ მხოლოდ ოღონდ. ძალიან რთული არის გადაცემებს უყურებ და ძალიან რთული არის ნიღბოსნის ამოცნობა. ასე რომ წარმატებები ყველას, წარმატებები პატიოსნებს რა თქმა უნდა. მადლობა. 4 ნომრის 60-წამი. ნიკას დავეთანხმები, ძალიან რთულია ზოგადად აქ ჯდომა ჩემთვის, იმიტომ რომ პირველად ვარ და ხა ზოგს ვიცნობ, ზოგს არ ვიცნობ, ესე პირადად ვიცი ზოგის მიმიკები, ზოგის არ ვიცი და ასე შემდეგ, მაგრამ დროთა განმავლობაში გამოჩნდება ეს ყველაფერი. ნუ ეს ჩვენი წითელ კარტობა კიდე და ჩვენი გუნდურობა გამოჩნდება შემდეგ და შემდეგ. მადლობა. 5 ნომრის 60-წამი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მართლაც არაჩვეულებრივი საინტერესო ინტელექტუალური თამაშია, სადაც გვჭირდება როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვება, ცოტა პოლიტიკა, ცოტა დიპლომატია, ცოტა ნაცარქექიაობის მოხერხებულობა, დაკვირვება ყველაზე მთავარი, რაც ეხა უკვე ჩავრთეთ ჩემს გონებაში და გაკვირდებით თითოეულ თქვენგანს. ამიტომ წინასწარ ბოდიშს გიხდით კოლეგიალობა ამ ეტაპზე ცოტა ხნით გვერდზე ქათავა. და როგორც ითქვა, დანდობა არ იქნება. ოღონდ კარგი გაგებით, რა თქმა უნდა. 6 ნომრის 60-წამი. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ვესალმები მაყურებელს და რა თქმა უნდა მივესალმები როგორც უსტავიურელი ჩემს თვითონ კოლეგებს, რომლებიც მუშაობენ ახლა ამ შოუს ჩაწერაზე და ვინ თუ არა მათ იციან ჩემი პატიოსანი მოქალაქეობის შესახებ. და რავი, ჩემი კირჩხიბის ინტუიციით მე მგონია რომ არ გაგვიჭირდება გამოვიცნოთ ნიღბოსანი და გავიმარჯვოთ პატიოსანმა მოქალაქეებმა. 7 ნომრის 60-წამი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მიხარია რომ ამ თამაში ჩავერთე, იმიტომ არასდროს არ მოითამაშია, ვარ პატიოსანი მოქალაქე, ნამდვილად პატიოსანი მოქალაქე ვარ და მეც კირჩხიბის ინტუიციის იმედი მაქვს. მადლობა. 8 ნომრის 60-წამი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ძალიან საინტერესოა ჩემთვის თქვენთან ერთად თამაში, იმიტომ რომ უმეტესობას თითქმის არ გიცნობთ და ძალიან კარგია უცნობ ადამიანებთან თამაში, უფრო აზარტულია, უფრო საინტერესოა. ნუ გეშინიათ, რადგან გამოცდილი მოთამაშე ვარ, ჩემი პირიქით, ჩემი აზრით, გამოცდილ მოთამაშესთან თამაში უფრო საინტერესო იქნება. ამიტომ ნიღბოსნება პირველივეზე მე არ გამაგდოთ, გავთხილებთ. ცოტა ხანი ვითამაშოთ კარგად და საინტერესოდ. მადლობა. მადლობა. 9 ნომრის 60-წამი. გავიგეთ რომ ორი კირჩხიბი ყავს და ორი ნიღბოსანი თამაში, რა ძალიან საინტერესოა, მე ვფიქრობ. მე შემიძლია დაზუსტებით გითხრათ რომ პატიოსანი მოქალაქე ვარ, ცხოვრებითაც და ამ თამაშიც ესე მომიწია. შევეცდები კარგი გუნდური თამაში გამოვავლინო. თუმცა გამიჩნდა რაღაც ისინი. ეჭვი შეიძლება დავარქოთ ბატონო ზამყვანო. რა თქმა უნდა. ხო, აი ცოტა გამიჩნდა უკვე რამდენიმე ადამიანის მიმართ, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ და ნახოთ.
დაასრულეთ. მადლობა. მადლობა, ამოიწურა გაცნობის წრე, როგორც დავარქვით და ერთი სული მაქვს ხოლმე როდის გადავარ ცუდ ამბავზე და აი გადავედი როგორც იქნა ცუდ ამბავზე. ცუდი ამბავი არის რომ ახლა დაბნელდება სტუდიაში და ერთ-ერთი თქვენგანი დატოვებს თამაშს. ბნელდება სტუდიაში ყველა ვიფარებთ ნიღაბს. აქვე მაყურებელსაც და თქვენც მინდა გითხრათ სიახლე თამაშში, კიდევ უფრო კლასიკური ვერსია გახდება ეს თამაში და დღეს ვინც დატოვებს თამაშს, მაგიდისთვის ცნობილი გახდება მისი როლი. ძალიან ფრთხილად და ძალიან ჩუმად ნიღბოსნები იხსნიან ნიღაბს და ეცნობიან ერთმანეთს. ნიღბოსნებმა უნდა გვანიშნონ თუ რომელ მონაწილეს დაატოვებინებენ თამაშს. გადაწყვეტილება მიღებულია და ველოდებით განათებას. ნაცდება სტუდიაში ყველა ვიხდით ნიღაბს, გადაწყვეტილება მიღებულია და ერთ-ერთი თქვენგანი სულ რამოდენიმე წამში დატოვებს ახლა თამაშს. მაშასე თამაშს ტოვებს ნომერი ნომერი 2, ნომერი 30 წამი. გამოგიტყდებით და გეტყვით რომ თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი რომ მე გამაგდებდნენ რა. რა თქმა უნდა მე ეჭვები მქონდა 1 2 3-ზე და იმიტომ რომ რამოდენიმე მისე შემომხედა მე რომ აი დარწმუნებული ვიყავი რომ პირველ იოზე გამაგდებდნენ. დატოვე ანდერძი ვინ მგონია? ვინ მგონია? ანდერძის დატოვება. კი. ხმამაღლა უნდა გავაჟღერო? 1 თუ 2? 8 ნომრის 1 გაფრთხილება. 9 და 4. მადლობა, ვევშტოვებით 2 ნომერს, 2 ნომერი უნდა გავაცილოთ. დიდი მადლობა, ნომერი ტოვებს მაგიდას, ჩვენ კი გავაცილოთ 2 ნომერი. დიდი მადლობა. მას კიდევ ექნება შანსი, რომ ჩვენთან ითამაშოს, ჩვენ ასეთი წესი გვაქვს, ვინც პირველ ნიღბების პირველ ღამეს ტოვებს თამაშს, ის აუცილებლად კიდევ ერთხელ ითამაშებს ჩვენთან ერთად. და უნდა გითხრათ როგორც შეგვიძლით 2 ნომერი იყო პატიოსანი მოქალაქე. ჩვენ კი ვაგრძელებთ თამაშს. ახლა მოგეცემათ თავისუფალი 90 წამი, სადაც ყველა თქვენგანს აქვს საუბრის საშუალება. 90 წამი ჩაირთო. ყველაზე რთული იყო. გარნეტა. ორიანი რო წავიდა? აი რაღაცა გამიჩნდა. არანაირი ლოგიკა არ დევს ამას. არა, რაღაცა გავუჩნდა შეიძლება ერთი გამოხედვა ხედვით რაღაც ჩაიჭირო რომ აი არ მოგეწონოს აქ უკვე აღარ არის რას გულისხმობს და ლოგიკა. არა, მანამდეც რომ რაღაცა შემექნაოს დავისრულება, სიტყვით გამოდის. ეს შემომხედესოდა. ანდერძე რას ვიტყვით? ანდერძე პირველივეზე ცოტა რთულია გაიგო სად არის ეს ყველაფერი. მით უმეტეს ბატონმა წამყვანმა გითხრა რომ პატიოსანი მოქალაქე იყო და ზართულია თავიდან და მარტივი როგორ იქნებოდა არჩევა რომ აერჩიათ ხელებით, აი მაგალითად რომ ენიშნებინათ ადგილებიდან. რაღაცა ხელჩასაჭირი ხომ უნდა გქონდეს არა? ციფრებს ხომ ანიშნებენ ნიღბოსნები და რაღაცა ხელჩასაჭირი ხომ უნდა გქონდეს, როგორ იქნებოდა მარტივი მაგალითად არჩევა. საქმეც მაგაშია რომ პირველივე ჯერზე ცოტა მე მაქვს ერთი იდეა რომ აუცილებლად კაცები არიან, მამაკაცები არიან. იმიტომ რომ მამაკაცები გააგდებდნენ პირველად მამაკაცს. არა მანდილოსანს. კი, აუცილებლად ხო. დრო ამოიწურა. მეორე წრე იწყება, უბრალოდ მესამე წრე, სადაც შეგიძლიათ უკვე კანდიდატების დასახელება 3 ნომრის 60 წამი დრო ჩაიწყო. კარგი, და ძალიან მინდა რომ ანდერძს გავყვე, ყველა ადამიანის ანდერძი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამჯერად ფიზიკურად ვერა 4 ნომერს და 9 ნომერს ეხება, რა თქმა უნდა ვერ გავყვები ანდერძს, არანაირი საბუთი არ გამაჩნია, მაგრამ შეიძლება თავის შეკავებაც მომიწიოს ნებისმიერ ადამიანზე რამის დასახელების, მაგრამ კიდევ ერთხელ გოგონებო, დაიღიმეთ, რომ არ გვაფიქრებინოთ არაფერი, ყოველთვის ლამაზები იყავით. არ ვასახლებთ კანდიდატურას. ჯერ ვერ. კი ბატონო, გასაგებია, მისაღებია. მადლობა 4 ნომრის 60 წამი და მანამდე 9 ნომერს ერთი გაფრთხილება. ხო, მე და 9 ნომერი რა თქმა უნდა არ ეთახმებით ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ სრულიად ალოგიკურია ჯერ უბრალოდ მზერით და ასე შემდეგ ერთმანეთის ესე რომ ვთქვა ცნობა. ჩემი აზრი აქედან გამომდინარე არ იქნება ჯერ, იმიტომ რომ ჯერ არაფერი არ მომხდარა ისეთი, რომ ვინმეზე ეჭვი ამიღო ესე რომ ვთქვა. დაველოდოთ ცვლილობას და გავარკვიოთ რა და როგორ იქნება მომავალში. მადლობა, თქვენც არ ასახელებთ არავის. სწორად გავიგე, კი ბატონო, გასაგებია. 5 ნომრის 60 წამი.
თავდაპირველად პირველმა ნომერმა ისე გრამატიკული მხარე მინდა ვთქვა, რომ გისურვებთ რაღაცა თავის თავს გამორიცხავდა ამ მიმართულებით ვფიქრობდი, რომ ის იქნებოდა ნიღბოსანი, მაგრამ ეხლა რაღაცა ისე აირდაირია ყველაფერი. თან მით უმეტეს 4 ნომერი რა არგუმენტით ამბობს, რომ 9 ნომერთან რაიმე კოლაბორაციაში არ შედის, ცოტა ვერ დავიჭირე, ამიტომ ეხლა ძალიან რთულია. ამავდროულად 6 ნომრის რაღაცა მიხრა მოხრები და საუბრები მაეჭვებინებს, რომ სადღაცას იყოფა. არა და გამოცდილი მოთამაშეც გვიზის. არ ვიცი. გამიჭირდება. უნდა ვთქვათ, ჯობია თქვათ უკვე. მე გაგვიჭირდება, უნდა დავასახელოთ ვიღაცაები. 8 ნომერს კიდევ ერთი გაფრთხილება და 5 ნომერს თქვენი კანდიდატურა. 5 ნომრის კანდიდატურა არის 4. 4 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. მადლობა. 6 ნომერს უსმენთ 6 ნომრის 60 წამი. 9 ნომერთან დაკავშირებით ახლა იმ ანდერს რო გავყვე. მაშინ მე ვხედავ ძალიან მაღალ არტისტულ შესაძლებლობებს. გარდა იმისა, რომ სტენლი ტუჩის გავს და ეს მას პირადადაც უთხარი, ისეთ ამაჯერებლად ახსნა და ჩამოაყალიბა თავისი პატიოსანი მოქალაქის სტატუსი, რომ ცოტა ოდენი ეჭვი გამიჩინა. ნომერ 9. 9 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. მადლობა. 7 ნომერს უსმენთ 7 ნომრის 60 წამი. ფიქრობ ახლა მომეცა საშუალება სანამ ჩემამდე მოხვიდოდით, მე ფიქრა. მაგრამ თავ შევიკავებ, არ ვიცი. ჯერჯერობით არ ვიცი. დაკვირვების პროცესში ვარ. თუ შეიძლება. კი ბატონო. გადავდივართ 8 ნომერზე, 8 ნომრის 60 წამი. მომწონს ძალიან წითელი კარტით თამაში. კარგია. იცით რა არის? ყავს უკვე რამოდენიმე ადამიანი, ვინც მგონია, რომ არის, ანუ პატიოსანით და ასევე ნიღბოსანი. რამოდენიმე ვერსიას ვიტყვი, სანამ დავასახელებ ჩემს კანდიდატს. 4-იანიც მგონია თავისი სიმშვიდის გამო და რაღაც მგონია, რომ თითქოს მაქსიმალურად ცდილობს, რომ ემოციები დამალოს და ისე და იყოს ძალიან ნიღბის ქვეშ. მგონია 7-იანი, იმიტომ რომ ან უბრალოდ ძალიან ღელო რომ პირველად თამაშობ, ან აი ძალიან დიდი ღელვა მოდის შენგან რაღაც ემოციურად. და ასევე მგონია რომ არის 9-იანი. იმიტომ რომ არ ვიცი, რაღაცნაირად 9-იანზეც მქონდა პირველივე წუთიდან ეჭვი. და ეხლა ამ 3-დან უნდა დავასახელო ერთ-ერთი. თქვენი კანდიდატურა. როგორ არ მინდა რომ შევცდე. დრო ამოიწურო. მაშასე 9 ნომრის 60 წამი. მე არ მინდა ეს დავაჩქარო პროცესები და ეჭვი გამიმყარდა უკვე ორივეზე პრინციპში. უბრალოდ რაღაც მინდა პროცეს ინტერესიც გქონდეს ამ ყველაფერს, ამას მკარნახობს ჩემი წარსული გამოცდილება და ამ ადამიანების მიმართ და ეს ხედვა ცოტათი. რითაც ცოტა ჟარგონს ვიხმარ დაიწვნენ ამ შემთხვევაში და შეიძლება დავასახელო? კი. რა თქმა უნდა. ხო. გაქვთ საშუალება ერთი კანდიდატის მიღება შემიძლია. ხო, 7-იანი. 7 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. პირველ ნომერს უსმენთ და 7 ნომერს ერთი გაფრთხილება. ყველა საზრე მოვისმინე, რომელიც ჩემთვის ცოტა საეჭვო და საინტერესო იყო. მესამე ნომრის გაიღიმეთ გოგოებო, რომ უფრო სხვანაირად არ დაგვენახოს რაღაცებია. მე ჭვება, რამდენად გამორიცხა მე-4-ს და მე-9-ს მაფიოზობისგან. ცოტა აქეთაც იხრება, იმიტომ რომ ძალიან მომღიმარე, ძალიან ჩემსკენაც იხრება დარწმუნებული ვარ, რომ მე-4 და მე-9 ნომერი არ გეგონა შენ? თუ გეგონა? მე-9 ნომერი მეგონა, მე-4-ზე ვერ ვიტყვი ჯერჯერობით. არავინ არავის არ ვიცნობთ. არა, გავიგე. ისე მიცნობ მე როგორი აქტიური ვარ ცხოვრებაში და ესეთი ვარ? მართლა? არა, გიცნობ ნამდვილად. რო არ თამაშობ ესეც ხო იცი? რო არ თამაშობ ეგეც ვიცი. ხო და ანუ არა, უბრალოდ საინტერესო იყო 7 და ჩემი ნომერი ახლა მე და მე-7 ნომერი. როგორც გინდა ისე კონდეს, მე შესაბამისად მე უბრალოდ კაი პასუხი მექნება. კი ბატონო. 3 ნომერს მესამე გაფრთხილება, 3 ნომერს 3 გაფრთხილება. ზედიზედ ესე. მე დავასახელებ მესამე ნომერს. 3 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. მაშასე დასრულდა მესამე წრე. საინტერესო წრე იყო. თამათ შეიძლება ითქვას დასახელებულები არიან 4 კანდიდატი ყავს მაგიდას 4-იანი, 9-იანი, 7-იანი და 3-იანი. ზუსტად ამ თანმიმდევრობით მოგეცემათ საშუალება რომ
თავი იმართლოთ, გადავდივართ თავის მართლების ფაზაზე, დამატებით 30 წამი გექნებათ, 4 ნომრით ვიწყებთ, 4 ნომრის 30 წამი. კი ბატონო. მოკლედ 5 ნომერის რეპლიკას განმარტა 2 წამით, საიდან იცი რომ შენ და მეცხრე არ ხარ, თუნდაც ეხა ეს ანდერძიდან გამომდინარე, ჯერ როგორ უნდა გაიგო, ან მე-4-ია, ან მე-9-ია. აქედან გამომდინარე. თავის მართლება არ მიწევს, იმიტომ რომ თიკა მახსენე რომ 7-ია, მე ზოგადად ასეთი ვარ, ვინც ვიცნობს და შეიძლება ვიცნობდეს, ზოგადად 7 ვარ. უბრალოდ ეხა გამომდინარე თამაშიდან პირველად ვარ და ცოტა ნერვიულობ და შემდეგ. ეს არის მე თავს არ გავიმართლებ ესე რომ თქვა. დრო ამოიწურა. კონკრეტულ მომენტში. 9 ნომრის 30 წამი. არაფერი არ მაქვს. კი ბატონო, 7 ნომრის 30 წამი. მე ისედაც ემოციური ადამიანი ვარ და წეგად ვფიქრობდი სანამ ეს პროცესი მიდიოდა, ხელებით თამაში ვიცი და რაღაც მეთქი ეს ცუდ-ტონად არ ჩამეთვალოს თქო და მართლა ისე აღმოჩნდა რომ თიკას ეგონა რომ მე ვიყავი ნიღბოსანი, მაგრამ პატიოსანი ვარ. მადლობა. 3 ნომრის 30 წამი. 7 ნომერი. ნუ ჩემ თავს არ განვიხილავ, პირდაპირ ვიტყვი. 4 ნომერზე, 7 ნომერზე და 9 ნომერზე არის. მე სიმართლე რომ გითხრათ, უკვე შემექმნა მაგიდაზე შტაბ-ეცილება და 2 ადამიანი ვიცი, ვინც არის ნიღბოსანი. არც 7, არც 9 არის, მაგრამ ბოდიში შეუნა დაგასახელო, ეხლა ჩემი არგუმენტი არის ეს. დრო ამოიწურა. დასრულდა თავის მართლების ფაზა და ახლა გადავდივართ ხმის მიცემის ეტაპზე. ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 4-მა, 2 ხმა, 5-იანის ხმა და 3-იანის ხმა წავიდა 4-იანზე. მაშასე, ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 9-მ, 5 ხმა, პირველი ნომრის, 4 ნომრის, 6 ნომრის, 7 ნომრის და 8 ნომრის ხმა წავიდა 9-იანზე. დანარჩენ ნომრებს აღარც დავასახელებთ, მნიშვნელობა არ ექნება. 9 ნომერს ვეშვიდობებით, 9 ნომრის 30 წამი ბოლო სიტყვა. აბა თქვენი წარმატებები. მადლობა, გავაცილოთ 9 ნომერი. უნდა გავაგრძელოთ ჩვენ თამაში და მანამდე უნდა გითხრათ რომ 9 ნომერი იყო პატიოსანი მოქალაქე. ბნელდება სტუდიაში გადავდივართ ნიღბების ღამეზე. ყველა ვიფარებთ ნიღაბს. ყველა კარგად იფარებს ნიღაბს. თქვენ თამაშის ბოლომდე არ გეცოდინებათ ვინ არის ნიღბოსანი. თქვენ გეკნებათ საშუალება რომ პატიოსან მოქალაქეებთან ერთად იმსჯელოთ თუ ვინ არის ნიღბოსანი. ნიღბოსნები იხსნიან ნიღაბს და გვანიშნებენ თუ რომელ მონაწილეს დაატოვებინებენ თამაშს. გადაწყვეტილება მიღებულია. ნაცდება სტუდიაში. ჯერჯერობით ასეთი რამ არ მომხდარა ნიღბების ღამეში, რადგან ახლა ნიღბების ღამეს ტოვებს ნომერი 8 ნომრის 30 წამი. ბოლო სიტყვა. 3-იანი არის ნიღბოსანი ჩემი აზრის მეგობრებო. და ერთიანიც ნიღბოსანი არის, ამიტომ ფრთხილად ითამაშეთ, წარმატებებს გისურვებთ ყველას. მადლობა, 8 ნომერს ვემშვიდობებით. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ თამაში. თავისუფალი 90 წამი გექნება, თუმცა მანამდე უნდა გითხრათ რომ 8 ნომერი იყო პატიოსანი მოქალაქე. 90 წამი დრო ჩაირთო. არანაირ შემთხვევაში თიკა არა, ცდები 8 ნომერი ცდება. მე შემიძლია ახლა უბრალოდ წინასწარი ანდერძი დავტოვო. წინასწარი, იმიტომ რომ ახლა მე გავარდები და პირდაპირ თქვა ის რომ დავასახელ 2 ნიღბოსანი, მაგრამ მე გავარდები. შემიძლია გავრისკო, ვერ ხვდები ახლა როგორ მოვიქცე. თიკა საკმაოდ გამოცილი მოთამაშე იყო და არ უნდა წასულიყო, არ უნდა გაეშვათ და მე არ ვარ ნიღბოსანი, იმიტომ რომ მე ვარ ალალი ადამიანი. ვიცოდი რომ მე გავარდებოდი, იმიტომ რომ უბრალოდ საერთო საათი უნდა იყოს ახლა. ჩემი აზრით ეგ არის ძალიან ბევრი თავის მართლება. ჯეროდა რომ 4 ნომერი გამაგდებდა და არა 4 ნომერმა ხელი აწია 9-ზე შესაბამისად ძალიან მეჭდებოდა რომ დავასახელე ბოდიში მოხადე. რა ვილაპარაკო აღარ ვიცი ჯერ შოქში. მე ვასახელებ ეს და რადგან მეგონა რომ 4 ნომერი ბოდიშს მოხდით უთხარი ნიღბოსანია, მეგონა რომ მე გავარდებოდი. ესა ჩემი ალალი გულწრფელი სიტყვა და ძალიან დამენანა ფიქრს. წვება რომ მესამე ნომერი იყოს პროექტში. პირველო ნომერო. მიხვდები რომ ძალიან მართლაც. თიკამ რო დაასახელა ნათიამ
რაღაცა ალბათ მე შიდემ გააგდო მერვე მაგას გულს ასე ხო? ვფიქრობ მე. არა მგონია მასე ძალიან მარტივად ყოფილიყო ახლა ყველაფერი. მაგრამ ეგეც შეიძლება და მომევნებელი ალბათ მომენტი. გამოუცდელობის ბრალია იქ. არის ის რო იწურება თამაშის ყავს კანდიდატურა არა ძალიან დაიძაბა. მე დავასახელე წინაზეც, მაგრამ მაინც წავედი დრო ნომერით. ამოიწურა თავისუფალი 90 წუთი ამოიწურა ახლა გექნებათ რა თქმა უნდა საუბრის საშუალება 90 წამი კი ბატონო ერთი გაფრთხილება წამყვანს მაშასე 4 ნომრის 60 წამი სადაც ისევ გაქვთ რა თქმა უნდა საშუალება რომ დაასახელოთ კანდიდატები 4 ნომრის 60 წამი კი ბატონო ნუ ჩემი კანდიდატი ესე რომ ვთქვათ ამ შემთხვევაში იმიტომ რომ უფრო გამიმყარა ეს ჩემი აზრი წეგან არ დავასახელე უბრალოდ ჩემი პოზიცია ერთადერთი 8 ნომერმა დაასახელა 7 ნომერი და ალბათ ამიტომ ითამაშა ასე რომ საფრთხე იგრძნო ან რაღაც მსგავსი არ ვიცი მეც პირველად ვარ და შენც პირველად ხარ ამ გადაცემაში და მე არ ვიცი ზოგადი ეს წესები მაგრამ ალბათ იგივენაირად შენც ხარ აი როგორ გითხრათ თითქმის არა მაგრამ გონია რომ ნათია არის იმ შავი ბარათით რომელსაც გვიან იღბოსანი თქვენი კანდიდატურა 7 ნომერი 7 ნომრის კანდიდატურა მიღებულია მადლობა 5 ნომერს უსმენთ 5 ნომრის 60 წამი დაიძაბა სიტუაცია ცოტა რთული მდგომარეობა შეიქმნა იმიტომ რომ როგორც ბატონო წამყვანო თავად ბრძანებთ სამი პატიოსანი მოქალაქე აღარ აქვს თამაში ეს იმას ნიშნავს რომ ისევ რჩებიან ჩვენთან ერთად გუნდში თუ ამას გუნდი ქვია დაძაბულობაში იღბოსნები ეხლა ძალიან რთულია გამოიცნო ვინ როგორანაირად თან ანდერძეც ვფიქრობ თან არ ვიცი რთულია ყოველ შემთხვევაში ნათია არ მგონია არ მგონია დანარჩენი შეიძლება იყოს ყველა თქვენი კანდიდატურა 6 6 ნომრის კანდიდატურა მიღებულია 7 ნომერს კიდევ ერთი გაფრთხილება და 6 ნომერს უსმენთ 60 წამი ნუ ახლა თიკას ინტუიცია 3 ნომერთან 8 ნომრის ინტუიცია 3 ნომერთან დაკავშირებით ძლიერი არგუმენტია ჩემთვის მაგრამ რატომღაც აი ეს ადამიანი ან ძალიან ძლიერი მსახიობი ან არ უნდა იყოს ნიკბიანი ამიტომ მქონდა ძალიან დიდი ეჭვი ახლა რო შევწდი ცრიანზე იმის მერე მქონდა 3-აზე მაგრამ რატომღაც ახლა აღარ მაქვს და გამოეჭვა პირველმა იმიტომ რომ თავიდან იყო ძალიან აქტიური და მერე რაღაცა პასიური ის მოერგო პოზიცია აღარ არის აქტიური მშენებლობაში და ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით მე ვფიქრობ რომ პირველი ნომერი არის იღბოსანი მივიღო პირველი ნომრის კანდიდატურა მადლობა პირველი ნომრის კანდიდატურა მიღებულია მაშასე დასახელებულები არიან 7-იანი 6-იანი და 1-იანი 7 ნომრის 60 წამი მეც ბოდიშის მოხდით პირველ ნომერს ჩართვა უნდა გავაკეთო ჯარიმას ვიღებ რა. პირველი ნომერი არის პატიოსანი მოქალაქე. 2 ციფრს დავასახელებ და ვჩუმდები. შეიძლება მე ამის გამო ეხლა ნიღბის ღამეს გამაგდონ, მაგრამ მზად ვარ რომ გავარდე. 4-იანი და 6-იანი არის ნიღბოსანი. დაიმახსოვრეთ. გაფრთხილება 4 გაფრთხილება აქვს 3 ნომერს, უნდა გაცნობოთ, ვალდებული ვარ. 7-იანი დაასრულეთ საუბარი. შეიძლება რომ გაქვთ, აი, რა თქმა უნდა, გაქვთ 30 წამი. პირველი ნომერი ისედაც დასახელებულია, მინდა გითხრათ, დასახელებულია 6-იანიც და 7-იანიც. მე შევცვლი 4 ნომრით. 4 ნომერს ასახელებთ. 4 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. კიდევ გაქვთ თქვენ 15 წამი. შემიძლია ანუ კიდევ შევცვალო? ვაიმე, გავგიჟდები. დაფიქრდი რამდენი არის დასახელებული 6, 7 და 1, 3 არჩევანია. თქვენ ორნი არ ხართ, ვინ დარჩა რო გავიდა დრო ამოიწურა. მაშასე პირველ ნომერს უნდა მოусმინოთ პირველი ნომრის 60 წამი.
პირველ რიგში მე-6 ნომერმა რატო გამოხვილ ყურადღება, რომ ძალიან პასიურობ, იმიტომ რომ არ ყოფილა ეგეთი შემთხვევა, უბრალოდ ყველას გისმენთ და მაგის მერე მირჩევნია რომ ვილაპარაკო და გააზრებულოთ თქვა უშუალოდ რასაც ვფიქრობ და ვიზეც რას ვფიქრობ. მე-4 ნომერი ძალიან არალოგიკურია ის რომ რახან მე-8-მ დაასახელა, ეხლა თან მით უმეტეს გოგონა რომელიც თან ღელავს ხედავ, ცდილობს რომ რაღაცნაირად უშუალოდ და ამ 7 დაწყნაირეს უფრო გაიაზროს რა ხდება, როგორ ხდება. მე-3 ნომერი ძალიან აქტიურობს და გავიგე, უბრალოდ მე-6 ნომრისგან ის რომ მე დამასახელა და შეიძლება ეჭვი გადმოიტანა ჯერ სამიანზე იყო და ახლა ჩემზე არის ცოტა არალოგიკურია, იმიტომ რომ პირიქით მე ამისკენ ვარ და ახლა ჩვენ ერთმანეთი მერვე ნომერმაც ეგ დატოვა რომ 3 და 1 არა და პირიქით ვერჩი მე-3 ნომერს ვერ ჩოდი, მაგრამ ახლა ნაცვლად ვიცი და დარწმუნებული ვარ რომ მე-4 და მე-6 არიან მაფიოზები. დავასახელებ მე-6 ნომერს თუ არ არის დასახელებული. 6-იანი დასახელებულია. მაშინ არავის არ ვასახელებ. მადლობა. ახლა 3 ნომერს უნდა მოусმინოთ 3 ნომრის 60 წამი. წინასწარ ვთქვი, რომ შეიძლება ამ დასახელების მერე ნიღბის ღამეს მე დავტოვო, მაგრამ არ ვიცი, იმედია ნიღბოსანი არჩევს ლამაზ და სწორ თამაშს. მე მგონი ნათელია ყველაფერს ხედავთ და გულდასაწყვეტი იქნება, ცოტა ისე ცუდად რო წავიდეს თამაში. მე უბრალოდ მეორეჯერ ვარ და ძალიან მარტივია ჩემთვის ამოცნობა. მესმის მღელვარება, მეც ასე ვთქვათ, ექშენში ვარ შესული, მაგრამ ძალიან გამიხარდა პირველის პოზიცია, მე-7-ის პოზიცია. დარწმუნდებით მე დამატოვებინებს ნიღბოსანი ღამეს და მიხვდებით რომ პატიოსანი მოქალაქე ვარ და ჩემი კიდევ ერთხელ ვასახელებ 6-იანს და ეხლა რო დატოვებს მიხვდებით რომ დატოვა ნიღბოსანმა. დრო ამ დაასრულეთ? კი. აი, ხედავთ, გამთხილებებს იღებთ და დარჩენილი 15 წამს არ იღებთ. მადლობა. 10 წამს გამოვიყენებ. კი ბატონო, შეგიძლიათ. ერთი გაფრთხილება მაქვს დარჩენილი და ის შემიძლია გამოვიყენო თუ? რა თქმა უნდა. მე-7 გაფრთხილების შემთხვევაში დატოვებთ თამაშს. გადავდივართ თავის მართლების ფაზაზე. 7-იანი, 6-იანი, პირველი ნომერი და 4 ნომერი. ამ მოთამაშეებს მოგეცემათ დამატებით 30-30 წამი იმისათვის რომ მაგიდას თქვენი სიმართლე დაუმტკიცოთ, მაშასე 7 ნომრის 30 წამი. არ ვიცი, არაფერი არ მაქვს სათქმელი, ისეთი განსაკუთრებული, უბრალოდ მართლა პატიოსანი მოქალაქე ვარ და მინდა რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ. მადლობა. 6 ნომრის 30 წამი. რა ვიცი, ხა მე გამოცდილება არ მაქვს ამ თამაში, მართალი გითხრათ და უბრალოდ ერთადერთი რაც ვიგძემი, ნიღბოსნები რაღაცა ძალიან კარგად აწყობენ თამაშს და რაღაცა ძლიერი ტანდემი არის, ვატყობ, ძლიერი ტანდემია. აი შემიძლია გითხრათ მეტი. მადლობა. პირველი ნომრის 30 წამი. თავისამართლებელი სიმართლე რო ვთქვა, მართლა არ მაქვს, იმიტომ რომ მაქსიმალურად ჯერ თავიდანვე მიყოლებული მე-6 ნომერს გავყევით 9 ნომერზე და მისი საუბრიდან გამომდინარე იყო ჩემი დამოკიდებულება, ასე ვთქვათ, იმის გამო რომ გავუშვით მე-9 ნომერი. ის რომ მე პასიურობ, კიდევ ერთხელ მაგას ვერ მივიღებ, იმიტომ რომ ზედმეტად აქტიური ვარ და თუნდაც მიმიკებით, თუნდაც ხელების ქნებით და რაღაცა ზედმეტად აზარტული ვარ და ეს მეტყობა კიდევაც. რავი, 4 და 6 ჩემთვის დაფიქსირებულია ეს ორი ადამიანი. გავფრთხილებ ერთი პირველ ნომერს და 4 ნომერს უნდა მოусმინოთ 4 ნომრის 30 წამი. მე ვერ დავამატებ ვერაფერს, ერთს ვიტყვი რომ ეს პირველი და 3 ნომერი გონია რომ ერთად თამაშობენ, ერთად არიან, ეს მგონია მე ყოველ შემთხვევაში და ეს მიმიკები ერთმანეთთან ყურება. თავისამართლებელი კიდევ არაფერი არ მაქვს, პატიოსანი მოქალაქე ვარ, როგორც აქ კიდევ 2 თუ რამდენი ვართ, 3 ადამიანი. თქვენს გვერდით ვარ, მოკლედ და ყველაფერი წინ არის კიდევ ჩემონათია და პირველ და 3 ადამიანები. მადლობა. დროა მოიწურა, გადავდივართ ხმის მიცემის ეტაპზე. მოიმარჯვეთ ნიღბები, იწყება ხმის მიცემის ეტაპი. ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 7-მა 0 ხმა. ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 6-მა 4 ხმა, 5-იანის, 7-იანის, 1-იანის და 3-იანის ხმა გადავიდა 6 ნომერზე, რაც იმას ნიშნავს რომ გაგრძელებას ნიშნულობა დაეკარგა 6 ნომერს ვემშვიდობებით 6 ნომრის 30 წამი ბოლო სიტყვა. დავაგეთ. პატიოსანმა მოქალაქე მე ყოველ შემთხვევაში და რასაც უყურებ ახლა განაწილებას, ვფიქრობ საბოლოოთაც დავმარცხდები პატიოსანი მოქალაქეები. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ბრავო ტანდემს.
აბა ნახომდის. მადლობა, ვემშვიდობებით 6 ნომერს, გავაცილოთ 6 ნომერი თუ შეიძლება. დიდი მადლობა და უნდა გითხრათ რომ 6 ნომერი იყო ნიღბოსანი. ჩვენ კი ვაგრძელებთ თამაშს და ახლა დაბნელდება სტუდიაში და ყველა ვიფარებთ ნიღაბს. ნიღბების ღამე მოდის. ყველა ძალიან კარგად ვიფარებთ ნიღაბს. მაშასე. ახლა ნიღბოსანი გვანიშნებს თუ რომელმა მოთამაშემ უნდა დატოვოს თამაში. გადაწყვეტილება მიღებულია. გამარჯვებულ გუნდს ვულევუსგან გადაეცემა საჩუქრები და გამარჯვებული გუნდიდან ერთ-ერთი მონაწილე გადავა საფინალო მაგიდაზე. ნათდება სტუდიაში. კიდევ ერთ მონაწილეს უნდა დავემშვიდობოთ და მაყურებელი რამოდენიმე წამში თქვენთან ერთად გაიგებს იმ ადამიანის ვინაობას, რომელიც დაემშვიდობება ახლა თამაშს. მაშასე თამაში დატოვა ნომერმა პირველი ნომრის 30 წამი ბოლოს იყო. უმარტივესი რაღაცა არის. უმარტივესია 4 ნომერი არის მაფიოზი. ისე ჩემი აზრით ძალიან დაიბენი ახლა თან მარტო დარჩი. ფიზიკურად არიცი რა გააკეთე, მაგრამ ახლა აღარც არის გამორიცხული ის, რომ მე-7 ნომერმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა მაგაში. ახლა უკვე დავიბენი. მე დავიბენი ვინ დაგიტოვოთ აღარ ვიცი. მე-4 მე-7-ს არ ვიცი. დრო ამოიწურა. გავაცილოთ პირველი ნომერი. დიდი მადლობა თამაშისთვის. და აქვე 90 წამი უნდა მოგცეთ საერთო დრო, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერ თქვენგანს რომ ისაუბროთ. დრო ჩაირთო. აუ, აი რა კარგი ტექსტი მქონდა დასამშვიდობებელი, მომზადებული. ვერც წარმოიდგეთ ოღონდ, აი უკვე უნდა მეთქვა ყველაფერი. მივიყარდება ეს. აი ახლა манипуляციებს აქვს უკვე მე მგონი მოვიგეთ მოქალაქეებმა ძალიან ვიგებთ აშკარა. ხედავთ. ჩემთვის ცოტა არითმეტიკასაც მივყვეთ. ეხლა ნათიას უფრო გამიმყარდა, იმიტომ რომ ვერ გადაწყვიტა ეს 4 უნდა ყოფილიყო, პირველი უნდა ყოფილიყო, 5 უნდა ყოფილიყო. არა. კიდე კაი რაღაცა ქრა, კიდე მხარი აუბა ეხლა? და ეს იამოვნოს ნიღბოსანს, რო ვითომ შეხარ. არა. რატო? შენ თუ ეს ახარ, ესე იგი შენ ხარ სუპერ მოთამაშე. არა. მოვიგე. მე ვარ პატიოსანი მეც მგონია რომ მოქალაქე. მოვიგეთ. ხო. იმიტომ რომ არ დაუშვათ შეცდომა, არ დაუშვათ შეცდომა. ხო. მოვიგეთ. აბა, დინას წარმივულოცოთ ერთმანეთს შეგვიძლია. გულემოს უღრმესი მადლობა. აუ ძალიან საინტერესო თამაში. დროულად დავასრულოთ ეს მადლობა ყველას. 30 წამი შეგვიძლია. ბოდიში რა, ბოდიში. მე რატო ვიცი? ოქროს ადამიანი ხარ. მე უბრალოდ კი ბატონო. ბოდიშის მოხდით თამაშია და რა თქმა უნდა, გონი ხო თამაშობ. დიდი სიყვარული, მაგრამ მე-7 ნომერი ხო არ არის. აი ამას ვფიქრობ. ეს უკვე ნახოთ. ისე ექციანს ხმარ ამოუღია მთელი თამაშის გარ. ანუ ძალიან ჩართული. ბოდიში. დრო ამოიწურა. საერთოდ 90 წამი ამოიწურა. კიდევ ერთი წრე იწყება და ამ წრეს 5 ნომერი გახსნის, 5 ნომრის 60 წამი, აქაც რა თქმა უნდა შეგიძლიათ რომ დაასახელოთ თქვენი კანდიდატი. დრო ჩაირთო. მე მადლობით მინდა დავიწყო რუსთავიორის და ამ შემოქმედებითი გუნდის მიმართ, რომ იმდენად საოცრად კარგი თამაში დაიწყო და უკვე მე რამდენი სეზონია და მე და ჩვენ და პატივი რომ აქ ყოფილიყავით, რომ არ მეგონა ამდენს თუ ინერვიულებდი და არც ის მეგონა აქამდე თუ მოვაღწევდი, მაგრამ მოვაღწიე და მინდა დავეთანხმო სამიანს, რომ გავიმარჯვეთ და მაინც მიმყარდება ეჭვი, რომ თავდაპირველად მე 4-იანი დავასახელე, გიო, გენაცვალე, მაგრამ ვასახელებ ჩემს კანდიდატურას, ეს არის არაჩვეულებრივი კაცი. მაგრამ ნიღბოსანი 4 ნომერი. 4 ნომრის კანდიდატურა მიღებულია, 7 ნომერს უსმენთ და ვაცნობებთ თან გაფრთხილებასთან დაკავშირებით. მესამე გაფრთხილება, ბატონო. და მინდა ვთქვა, რომ გიო არის კარგი მსახიობი, 4 ნომერი ბოდიში. და მეც ვასახელებ 4 ნომერს. მადლობა. 4 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. 3 ნომერს უსმენთ 3 ნომრის 60 არა, საჭირო ინფორმაცია მინდა ვთქვა. ინფორმაცია არა, უბრალოდ ძალიან მაგარ ამას გავიხსენებ. წინაზე რო ვიყავი,
ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ ეხლა მე ვყოფილიყავი ნიღბოსანი, აი ზუსტად ასე ატარა დრო, ასე ვთქვათ, წინ ჩემ მაგიდაზე ადამიანმა ზუსტად აქ იჯდა და ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა, რომ ეხლა ამ მომენტში მე ვყოფილიყავი ნიღბოსანი და სავარაუდოდ გავიმარჯვებდი, მაგრამ მაინც გამარჯვებულები ვარ, პატიოსნებო, გილოცავთ და არ ვიცი, მეტი რაღა ვთქვა. ძალიან სასიამოვნო იყო და ძალიან მაგარი პროცესია, კიდევ და კიდევ მეტი ნიღბოსანი და პატიოსანი მოქალაქე ამ აგიდას, რუსთავი-ორს და ასე ვთქვათ. მოკლედ, მადლობა ესეთი სიამოვნებისთვის. თქვენი კანდიდატურა? ჩემი კანდიდატურა მეოთხე ნომერი. 4 ნომრის კანდიდატურა დასახელებულია, 4 ნომერს უნდა მოусმინოთ 4 ნომრის 60 წამი. არ ჭირდება 60 წამი. უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ გაფრთხილებას ვიღებ ბოდიში რა. მომყვებით მე მოყვებით 7 ნომერს ვასახელებ. მინდა რომ ზუსტად 10 წამი ძალიან დიდი სიამოვნება მოგანიჭა. 10 წამი, ხოლმე. მე-6 გაფრთხილება 3 ნომერს და კიდევ ერთი გაფრთხილების შემთხვევაში 3 ნომერი პირდაპირ დატოვებს თამაშს, 4 ნომერს უსმენთ. ხო, არც ვიმართლებ თავს, არც არაფერი მაქვს სათქმელი, უბრალოდ დაველოდოთ მოვლენებს, რამოდენიმე წამში გავიგებთ ყველაფერს. თქვენი კანდიდატურა? ჩემი კანდიდატურა ნათია. 7 ნომერი. 7 ნომრის კანდიდატურა მიღებულია, დასრულდა ამით წრე და ახლა გადავდივართ თავის მართლების ფაზაზე. 4-იანს და 7-იანს. ზუსტად ამ თანმიმდევრობით გექნებათ 30-30 წამი იმისათვის, რომ თავი იმართლოთ და დაუმტკიცოთ მაგიდას თქვენი სიმართლე. 30 წამი 4 ნომერს. არაფერს არ ვამატებ. არაფერს არ ვამატებ საერთოდ, იმიტომ რომ მე დაწყების წუთიდან რომ დავიწყეთ, როგორც კი დაიწყო ეს ყველაფერი, თიკას გასვლიდან მე მგონია ნათიას თემა. აი ასე ვფიქრობ მე და არ ვიცი რამდენად ვყარია, შეიძლება გვიგებენ ნათია, მაგრამ ნახოთ. მადლობა. 7 ნომრის 7 ნომრის 30 წამი. არ ვიცი, მე პატიოსანი მოქალაქე ვარ და ნება თქვენია. მეტი სათქმელი არ მაქვს არაფერი. კი ბატონო, გადავიდეთ ხმის მიცემის ეტაპზე. სწრაფად ჩავიარეთ ყველაფერი. მაშასე, ორი კანდიდატურა ყავს მაგიდას, 4 ნომერი და 7 ნომერი. გადავდივართ ხმის მიცემის ეტაპზე, მოიმარჯვეთ ნიღბები, ზუსტად ამ თანმიმდევრობით 4-7. ვინ ფიქრობს, რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 4 ხმა? 3 ხმა. 4 ნომერს ვემშვიდობებით, 4 ნომრის 30 წამი ბოლოს სიტყვა. მადლობა რუსთავი-ორს ასეთი კარგი პროექტისთვის, მადლობა თქვენ, ჩემო მეგობრებო, რომ ესე კარგი თამაში იყო, ესე კარგად ვითამაშებ და ეს ღელვარება რაც მქონდა მე დასაწყისიდან, აქამდე მომყვება და მოხარული ვიქნები თუ კიდევ შემოგიერთდები და კიდევ ერთ კარგ თამაშს ვიხილავთ რუსთავი-ორზე. მადლობა თქვენ. გაიხარეთ. მადლობა, ვემშვიდობებით 4 ნომერს და უნდა გითხრათ 4 ნომრის როლი. 4 ნომერი იყო ნიღბოსანი და პატიოსანი მოქალაქეებმა მოიგო ეს თამაში. გილოცავთ პატიოსანი მოქალაქეებო, თქვენ დაიმსახურეთ ამ თამაშის მოგება. კარგი თამაში იყო, არგუმენტებით სავსე, დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ უგულე გადმოგეცემათ საჩუქრები და გამარჯვებული გუნდთან ერთ-ერთი თქვენგანი გადავალ საფინალო მაგიდაზე. ჩვენ კი ერთ კვირაში შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა. რა სახიობი ყოფილხანში. მადლობა ძალიან დიდი. არ ვიცი. არა, ამას რომ მოყევი აუღალია.